სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ამინ. ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი აღსარების შესახებ. დღეს მოგეხსენებათ არის სენება როგორც 40 სებასტიელი მოწამის, რომელიც დღევანდელ დღეს 22 მარტს ახალი სტილი დაემთხვა, ასევე დიდი მარხვის მეოთხე კვირას ყოველთვის აღინიშნება ხსენება ღირსი იოანე კიბის აღწერელის. და კიბის აღწერელი მას ეწოდა იმიტომ, რომ აღწერა სათნოებათა კიბე, რომელსაც ადამიანი აღყავს დედამიწიდან ზეცამდე. სათნოებათა კიბე, რომელიც აღმყვანებელია ადამიანის სულისა ცათასასუფეველში. აი ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი საფეხური ადამიანის ცხოვრებაში, მიწიერ ცხოვრებაში, რომ დაიმკვიდროს ცათასასუფეველი, არის აღსარება. საფეხური, რომლის გადალახვის გარეშეც შეუძლებელია ცათასასუფეველის დამკვიდრება. თუ როგორი უნდა იყოს აღსარება, ამის შესახებ არაერთი წმინდა მამა საუბრობს და მათ შორის წმინდა მამებზე დაფუძნებით აი დღეს ხსენებული ასეთი საოცარი დიდი მღვდელმთავარი, როგორც არის ილია მინიატისი. აღსარების ცხენია, არა ძმაო, სირცხვილისა და მიზეზთა ძებნის გარეშე მოშურნებ აღმოთქვი შენი ცოდვა. გამოტყდი, რომ არაფერი გარდა შენი ბოროტინებისა არ არის შენი ცოდვის მიზეზი. აღიარებული ცოდვა აღარ არის ცოდვა. უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენი. სირცხვილის გამო არასრულად მონანიებული ან თავის მართლებისათვის ცუდად მონანიებული ცოდვები კი ტანჯვა, აღმოუთქმელი ბოროტება, ჩირქოვანი ავადმყოფობა სულისა. მაგრამ აი ღვთის შეწევნით შენ სირცხვილისა და მიზეზთა ძებნის გარეშე აღიარე მოძღვრისაგან მიტევება. მიიღე, მისი დალოცვა მიიღე და მიდიხარ. რაღა დაგჭა გასაკეთებელი. შენ გრჩება აუცილებელი პირველ რიგში შეასრულო ეპიდემია, რომელიც მოძღვარმა დაგაკისრა. ჭეშმარიტი მოძღვარი ისევე როგორც გამოცდილი ექიმი ორ განსაკუთრებულ თვისებას უნდა ფლობდეს: მსუბუქ ხელს და შეუმცდარ თვალს. მსუბუქ ხელს ანუ იყოს თანამგრძნობი, რამე თუ მოძღვრის თანაგრძნობა ფრიად სასარგებლოა, როგორც ამბობს გრიგორი ღვთისმეტყველი. შემწყნარებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხონებისათვის. სნეული უნდა განკურნო და არა შემოსვლო, თქვა მან. შეუმცდარ თვალს, ანუ იყოს დაკვირვებული, არჩევდეს სახეებს. მდიდარს მოწყალების გაცემას ავალებდეს. დაადოს ეპიდემია ასეთი სახის. ღარიბს მონანიების სახით, ძლიერს მარხვის სახით, უძლურს კი ლოცვის სახით. ვიმეორებ, უწინარეს ყოვლისა, მოძღვრის მიერ შენზე დაკისრებული ეპიდემია უნდა შეასრულო. მეორე შენი ცხოვრება გამოასწორო. სხვაგვარად ის, რაც შენ გააკეთე, იქნება არა აღსარება, არამედ ფუჭად მეტყველება. მხოლოდ და მხოლოდ ფუჭად მეტყველება. როცა მამანი აღიარებს, მაგრამ არ სწორდება, ამბობს ბასილი დიდი. გამოსწორების საქმეში ორი მთავარი რამ არის საჭირო და გამოსაყოფი. პირველ რიგში თუ ვინმეს წაეჩხუბე, რაც მან დაგიშავა, ყველაფერი მთელი გულით უნდა მიუტევო, რამე თუ შენც მოგეტევება. უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმა ზეცათამან. ხოლო უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი.
იცი თუ არა რა ხდება ამ დროს? ორი ათენელის არისტიდესა და თემისტოკლეს შორის დიდი მტრობა და უთანხმოება იყო. ესენი იყვნენ დიდი მხედართმთავრები, ცნობილი ათენელები, რომლებიც ქრისტეს შობამდე მე-6-მე-6 საუკუნეებში ცხოვრობდნენ. სამშობლომ ისინი ფრიად მნიშვნელოვან საქმეთა გამო ელჩებად აირჩია. მათთვის აუცილებელი იყო შერიგება. მაშინ არისტიდემ უთხრა თემისტოკლეს: თემისტოკლე, ჩვენი ურთიერთმტრობა აქ საზღვარზე დავტოვოთ, ხოლო დაბრუნებისას თუ გინდა ისევ უკანვე აიღეო. ასეც მოიხსნენ, თავიანთი მტრობა საზღვარზე დატოვეს და მამულის საქმე თანხმობით აღასრულეს. უკან დაბრუნებულები კი ისევ მტრები გახდნენ. იმავე საკეთებს ორი ქრისტიანი, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები, ვერაფრით რომ ვერ რიგდებიან. როცა აღსარების დრო დგება, ისინი თავიანთ მტრობას დაუტევებენ, მაგრამ სად? ეკლესიის ზღურბელთან. ისინი თანხმობით ეზიარებიან, ერთმანეთს მიტევებას თხოვენ, იქიდან გამოსულები კი მტრობას, რომელიც მათ კარებთან დატოვეს, კვლავ იღებენ და ძველებურად მტრები ხდებიან. მეორე, ზოგიერთის მიმართ ცოდვიან სიყვარულს განიცდი და მეგობრობ. დაუტევე უარხავ ისინი სამუდამოდ, რამე თუ შენ არ ძალგიც გიყვარდეს ერთდროულად მრუში და უფალი. ერთხელ ერთი ბრძენი შორეულ გზას დაადგა. ზღვაზე ქარიშხალი ატყდა და იგი დახრჩობის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა და შინ მშვიდობით დაბრუნდა. მისი სახლის ერთი სარკმლიდან ზღვა მოჩანდა. ამას ისევ სამოგზაუროდ რომ არ ეცდუნებინა, ფანჯრის ამოქოლვა ბრძანა. ой, ქრისტიანო, ამ წარე სიყვარულში რამდენგზის დამდგარ ხარ სიცოცხლისა და სულის დაკარგვის წინაშე. გადარჩი, მაშინ გაეკეც თუნებას, იმ გზას ნუღარ დაადგები, ნუღარ შეხვალ იმავე კარში, იმ სარკმლიდან ნუღარ გაიხედავ, თვალი კარგად დახუჭე, რათა გულში ისე ვარ შემოგიძვრეს გველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაც შენ გააკეთე, არა აღსარება, არამედ ამაოდ მეტყველება იქნება. და ბოლოს, ხელთ სხვისი ნივთი გაქვს, აწყენინე ვინმეს, დაუბრუნე, რამე თუ სხვაგვარად შეუძლებელია მიტევების მიღება. არა მხოლოდ მოძღვარს, უბრალო მღვდელს, არამედ პატრიარქს, მთელ სამდელოებას, ყველა ზეციურ ანგელოზსაც არა ხელეწიფება შენი მიტევება, თუ სხვისას არ დააბრუნებ. თვით ღმერთსაც კი თუ შეიძლება ითქვას, არ შეუძლია ეს გააკეთოს. ის მართლმსაჯულია, თავად მართლმსაჯულებაა, ამიტომ არ შეუძლია უსამართლო რამ გისურვოს. არა უსამართლობის ბორკილი გაუხსნელია. ადამიანი, რომელმაც გლახაკს რაიმე წაართვა, მოკვდა. ღმერთმა სასწაულის აღსრულება ინება და ის აღადგინა. მიდის მასთან გლახაკი და თავის ნივთს უკანვე ითხოვს. იმას კი დაბრუნება არ უნდა. ორივენი სასამართლოში მიდიან. ისევ ვკითხულობ, ეს მაწყენარი ადამიანი ვალდებულია თუ არა სხვისი ნივთი დააბრუნოს. დიახ, მან ეს უნდა გააკეთოს. ამბობენ ღვთისმეტყველნი, რამე თუ ეს მისი სულიერი ვალია, რომელიც ძალაში რჩება იქამდე, ვიდრე ცოცხლობს სული. სული უკვდავია და აქედან გამომდინარე მისი ვალიც მარადიულია. ვალდებულია წართმეული დააბრუნოს თავისი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდგომაც, მომავალ სამჟავრომდე. 1000 ჯერ რომ მოკვდეს და აღდგეს, ვალი ყოველთვის ძალაში დარჩება. ისე რომ სიკვდილს არ შეუძლია
უსამართლობის იმ საკრებელის გახსნა, რომელიც ციცოცხლეში განუხსნელი რჩება. შენ ღვთის სახელს გმობ, რწმენას შორდები. განმეორებით ჯვარს აცვამ ქრისტეს. გან არის სოდვა ამაზე მეტი და მაინც თუ იტყვი და მოინანიებ, მოძღვარს აქვს საკმარისი ხელმწიფება რომ მოგიტევოს, მაგრამ თუ კი შენ გაქვს სხვისი ნივთი, აღიარებ ამას, მაგრამ არ აბრუნებ, მას არ აქვს ხელმწიფება შენი მიტევებისა. რატომ? იმიტომ რომ ცოდვებით პირველ რიგში ღმერთს შეურაცხყოფ, ყოველივესთან დამოკიდებულებაში, რასაც ადამიანები მის წინააღმდეგ აკეთებენ, ღმერთმა თავისი წარმომადგენლად მოძღვარი დაადგინა. ისეთი ხელისუფლება მიხმარდა, რომ რასაც განხსნის, განხსნილია და რასაც შეკრავს, შეკრულია. მოძღვარს, როგორც უფლის წარმომადგენელს, შეუძლია მიუღწევოს ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები, მაგრამ შენ ნაწყენი გლახაკის ნივთს შენთან აყოვნებ. გლახაკს მოძღვარი თავის რწმუნებულად არ დაუდგენია და უფლება არ მიუცია ეპატიებინა შენთვის. ამიტომ მოძღვარი, რომელიც არ არის გლახაკის რწმუნებული, არ შეუძლია რომ მოგიტევოს. გინდა რომ ჭეშმარიტად მოინანიო, ვიდრე მოძღვართან წახვიდოდე, შენი სინდისი გამოსცადე. შემდეგ როცა მასთან პირისპირ დარჩები, მოინანიე სირცხვილისა და მიზეზთა ძებნის გარეშე და ბოლოს როცა მოძღვრისაგან წახვალ, გამოსწორდი. დაკისრებული ეპიდემია შეასრულე, მტერს მიუტევე, სატანური ავხორცობა დაუტევე, შენ მიერ მიყენებული წყენა გაქვითე, მაშინ კი ჭეშმარიტად მიგეტევება, მაშინ კი შენგან განიგდება სული ყრუ და მუნჯი. სულო წმინდა, ყველაფერი, რაც დღეს აღვიარე, შენი ჭეშმარიტების სიტყვებია, შენი ღვთაებრივი შეწევნით. ხმენ ისინი გასაგები ჩემთვის, რომელმაც წარმოვთქვი და მათთვის, ვინც ისმინა. ხომ მოისმინე თუ როგორ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სრულყოფილი აღსარება. თუ მკითხავთ, როდის უნდა გააკეთო ეს, კი პასუხებთ. ერთმა ნებიერმა კაცმა ჰკითხა დიოგენეს, ზუსტად რომელ საათზე უნდა ესადილა. დიოგენემ ჩვეული მახვილგონივრული პასუხი გასცა. თუ მდიდარია, როცა ნებავს, მაშინ, ხოლო თუ ღარიბია, როცა ამის შესაძლებლობა აქვსო. ამით უნდა ეთქვა, რომ საათის დადგენა ძნელია. როდის უნდა თქვას აღსარება ქრისტიანმა? მე გიპასუხებთ, თუ მოხუცია დღესვე, ხოლო თუ ახალგაზრდა ხვალ, თუმცა არასწორს ვამბობ. მოხუცმაც და ახალგაზრდამაც სასწრაფოდ უნდა მოინანიოს. განა არ შეიძლება მოცდა ვნების შვიდეულამდე, მაგრამ განა ავადმყოფი ელოდება ვნების შვიდეულს, რათა ექიმი მოიწვიოს. მან სოდვილმა განა შეიძლება მოძღვრის მოყვანა გადადოს. ხოი ეს რა რიგ დიდი შეცდომაა ადამიანებისა. გინდა გითხრა, რამდენ ხანს შეგიძლია დააყოვნო აღსარება. იქამდე, სადამდეც გჯერა რომ იცოცხლებ, მაგრამ საიდან უნდა იცოდე, რამდენ ხანს იცოცხლებ? თუ კი ცხოვრება ამდენი ხიფათით არის აღსავსე, ეს დღე ჩემია, ხვალინდელი კი არ ვიცი. თუ კი მოვინანიებ, ღმერთი მოტევებას მპირდება, მაგრამ ღმერთ ჩემთვის ხვალინდელი დღე არ მიუთითებია. პირიქით, ღმერთი მეუბნება, რომ არ ვიცი არც დღე, არც საათი ჩემი სიკვდილისა. ნუ თუ შემიძლია ჩემი სული ასეთ ხიფათში ჩავაგდო. სასწრაფოდ უნდა მოვინანიო, რადგან მობელი ერთს, მაგრამ მეწევა სულ სხვა რამ. ნება მომეცით ერთი ამბავი მოგითხროთ. ერთი ირემი ცალით ვალით ბრმა იყო. ერთხელ ის ზღვის ნაპირას ძოვდა და ფიქრობდა, ერთი მხრიდან მიწა, მეორედან ზღვა. ამიტომ ხმელეთისაკენ, საითაც შესაძლებელია
მონადირეები მოვიდნენ საღი თვალით მეჭირება, რათა დავინახო ისინი. ზღვის მხრიდან კი არაფრისა მეშინია და მისკენ ავადმყოფი თვალით მიუბრუნდებიო. იმ ადგილთან ახლოს ნავით მონადირეებმა გასურეს, დაინახეს ირემი და მოკლეს. ვაგლახმე ფიქრობდა მომაკვდავი. სიკვდილი იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ველოდიო და არ მეშინოდაო. ეს ამბავი იმას ნიშნავს, რომ მოველი ერთს, სხვა რამ კი მეწევა. ამ მხარის მეშინია, საშიშროება კი მეორე მხრიდანაა. მეშინია უნებრივი სიკვდილისა, მაგრამ მოდის უეცარი სიკვდილი. თუ კეთილგონიერია ადამიანი და მორწმუნე ქრისტიანი, რა უნდა ვქნა ასეთ დროს? უნდა მოვინანიო, როდის დაუყოვნებლივ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ და აი ეს შეგონება ღმერთმა ჩვენც გაგვათავისებინოს. აღსარება სრულყოფილი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვით, ყოველგვარი გადაბრალების გარეშე. ძიება აი სულ ასე უნდა ითქვას აღსარებაში, რომ აი ესეთი საზიზღარი ვარ, აი ესეთი რამ გავაკეთე, აი ესეთ რამეზე ვფიქრობდი. ეს სიტყვა წამომცდა, შენზე უნდა ილაპარაკო სულ და ამას უნდა ამბობდე წრფელი გულით. აი უნდა შენი თავი კი არ უნდა შეიზიზღო, უნდა შეიზიზღო ცოდვა. ცოდვა, რომელიც გიკარნახა ეშმაკმა და მოგაწოდა. აი ეს უნდა ცოდვა უნდა შეიზიზღო და შენ როცა აღსარებას ამბობ და შენ თავს განიკითხავ, ამით შენ იმ ცოდვას ამხელ პირველ რიგში, რომელიც ჩაიდინე. და მეორე ასევე აღსარება უნდა იყოს ხშირი და როგორც ამბობს ილია მინიატისი წმინდა მამებზე ასევე დაფუძნებით, შემდეგ რაღაც სახით უნდა ჰქონდეს ამას გამოსწორება. ერთი და იგივე საუბარი წლების მანძილზე თუ კი არ არის წარმატება ამ ცოდვის დაძლევისა, ეს ფუჭად მეტყველებაა, როგორც ამბობენ წმინდა მამები. ამიტომ შევეცადოთ, რომ ნელ-ნელა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრების წესი, დავძლიოთ ესა თუ ის სოდვა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენ გვაწუხებს. აი ამით უფრო მეტად დაუახლოვდებით ღმერთს და უფრო მეტი დიდი იმედი გვექნება იმისა, რომ ცხონდებით და გადარჩებით. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ.